ბოლო პერიოდში საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ფონის გამო ქართული საზოგადოების და მედიის ყურადღება მხოლოდ რუსთაველის გამზირისკენაა მიმართული. ამის პარალელურად კი ვითარება დრამატულად იცვლება ჩვენს რეგიონში. 2024 წლის 8 დეკემბერს სირიის აჯანყებულმა ძალებმა დედაქალაქი დამასკო აიღეს, რითიც ქვეყანაში ასადების დინასტიის 54 წლიანი მმართველობა დასრულდა. სახელმწიფოზე კონტროლი სუნიტური ისლამისტური მოძრაობის სირიის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის ძალებმა დაამყარეს. მათი ლიდერი და სამხედრო მეთაური აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანი დიდი ალბათობით სირიის ახალი მმართველი გახდება, თუმცა რა სტატუსით ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ზოგადად როგორ გაგრძელდება ცხოვრება ახლო აღმოსავლეთში და რა გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის საზღვრებიდან არც თუ ძალიან შორს განვითარებულ მოვლენებს რეგიონზე. ქართველი მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩენილ მოვლენებზე აქტიურად საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის მედია საშუალებებში. ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო პორტალი კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტთან რუსლან კუტაევთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც წესით ქართული საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. მე ამას ყოველთვის ვამბობდი და საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იდლიბში იმყოფებოდნენ კავკასიელები, მათ შორის შეჩნები. ეს ის ხალხია, რომლებსაც თურქეთი არ იღებდა საკუთარ ტერიტორიაზე და ისინი აქტიურად იბრძოდნენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. მათ ესმით რომ იმარჯვებენ, ამიტომ ისინი ამბობენ, ჩვენ აქ საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ და გავათავისუფლოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. აქ კიდევ ერთი ამბავია. უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების ხელმძღვანელმა აბდულ ჰაკიმ შიშანმა და ქართველმა მებრძოლებმა ასევე გააკეთეს განცხადება, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჩავიდნენ საქართველოში და დაიცვან ქართველები რუსებისგან. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. უკრაინაში და სირიაში მებრძოლი კავკასიელები ერთსა და იმავეს აცხადებენ. რა ხობს საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიისგან? ქედი, დიდი ქედი, ერთ მხარეს ქართველები ცხოვრობენ, მეორე მხარეს ჩეჩნები. გადაივლიქ ეს და ჩრდილოეთ კავკასიაში ხარ. ეს ძალა აუცილებლად მობილიზდება და ამ ძალამ უკვე განაცხადა, რომ დაბრუნდება საქართველოში და თუ ისინი მართლაც დაბრუნდებიან, სახლში დაიწყება სრულიად ახალი სიმღერა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ინტერვიუ არ არის, სადაც რუსლან კუტაევი ჩრდილოეთ კავკასიის ეგრეთ წოდებულ აფეთქების სცენარზე და ამ ყველაფერში საქართველოს როლზე ღიად საუბრობს. ის საჯაროდ ადასტურებს, რომ ამ საკითხებზე ქართულ ოპოზიციურ ძალებთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს. მე როგორც კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი, პრეზიდიუმში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დღეს გამოვაქვეყნებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომ რუსეთისგან თავდასხმის შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები იტოვებენ უფლებას პრეზიდენტის და ოპოზიციის მიმართვისთანავე. ხარი დაუჭირონ საქართველოს და ქართველების მხარეს დაიწყო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობ, რომ მოგვისმენენ, რადგან ჩვენ უკვე გავიარეთ და გავდივართ კონსულტაციებს. ახლა კი სხვა სიახლეს გეტყვით. თურქეთში უამრავი კავკასიელი ცხოვრობს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ვერ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ როდესაც ომი საქართველოში იქნება, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ამდენად საქართველოს როგორც პაიკის გამოყენება დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, როგორც ჩანს დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და მეტიც, რეგიონში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენია. მაშინ როცა სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრი საახალწლო ნაძვისხის ანთებასა თუ მეორე ხარისხოვანი მსახიობების გაფიცვაზეა კონცენტრირებული, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება, ვინც საზოგადოებას რეალურ საფრთხეებზე ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ პირველი, ვინც ამ სცენარის შესახებ საჯაროდ ჯერ კიდევ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობამდე ისაუბრა, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ფიფია იყო. რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში კურსკი 2 სცენარის მოწყობის შესახებ მისი ინტერვიუ ქართულ გამოცემებში ჯერ კიდევ 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. მამუკა ფიფია სიტყვასიტყვით ასახელებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარს, რომელზეც დღეს უკვე სხვადასხვა ქვეყნის მედიებში ღიად საუბრობენ. ჩემს ხელთ არსებულ რეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაგაცნობთ მათ მომავალი გეგმების თანმიმდევრობას, უპირველეს ყოვლის საქართველოში ახორციელებენ გადატრიალებას და მოჰყავთ მათ მიმართ მარიონეტული ხელისუფლება. ერთი მუჭანაც მოღალატეები საქართველოს ომში ჩაბმას აქამდეც გულმოდგინედ ცდილობდნენ და ძალაუფლების ხელში აღებისთანავე რუსეთის მიმართ პროვოკაციებს განახორციელებდნენ. რისი მრავალსახოვანი მეთოდები მათ არ დაელევათ. შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნიდან დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც საქართველოსთან შეიჭრებიან ჩრდილოეთ კავკასიაში. გააჩაღებენ ომს, ეცდებიან გაიმეორონ კურსკში შეჭრის სცენარი, ეს იქნება პირობითად კურსკი 2.
მოვლენების ზუსტად ამ თანმიმდევრობით განვითარების შემდეგ მამუკა ფიფია ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიმდინარე დღეები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის და ასეთ დროს დაშვებულმა შეცდომამ ქვეყანას თავს მრავალი უბედურება დაატეხოს. Пожалуйста, не выходите на მიუმართავ მოსახლეობას. გთხოვთ არ გამოხვიდეთ ქუჩებში. ახლა ყველაზე კრიტიკული დღეებია. ეს 10-15 დღე იქნება ყველაზე კრიტიკული. დარჩით სახლში, თორემ თქვენ გახდებით მსხვერპლი და მერე ვეღარაფერს დააბრუნებთ. 32 წელია გვეუბნებიან, რომ ჩვენი მტერი ჩრდილოეთშია. ახლა ხედავთ, რომ ჩვენსა და სირიას შორის მხოლოდ 900 კილომეტრია და აღმოსავლეთიდან ჩვენი მეზობლების ასეთი აქტიურობა გულწრფელად რომ თქვა ძალიან გვაღელვებს. და გუშინდელი ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის მტრები შეიძლება იყვნენ მეგობრები და მეგობრები ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შეიძლება იყვნენ მტრები. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროცესები. გვჭირდება მთელი ხალხის კონსოლიდაცია, პრეზიდენტის გარშემო, მთავრობის გარშემო, ეკლესიის ირგვლივ და ამ მომენტში გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილია და არა ისეთი ქალბატონი, რომელიც ყველაფერს აკადრებს ქართული სახელმწიფოებრიობის შელახვისთვის. როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, ამას მიმდინარე პერიოდი გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, იმისთვის რომ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს, ქართულ საზოგადოებას დაყოფის და დაპირისპირების ნაცვლად, ერთიანობა და კონსოლიდაცია ისე ესაჭიროება, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში.